მოცემულია ბერკეტი, რომელიც გაწონასწორებულია მასზე დაკიდებული 3 ტვირთით. ბერკეტის მასას არ ვითვალისწინებთ, აქ არის მოთავსებული საყრდენი, M1 არის 10 კილოგრამი, M2 არის 4 კილოგრამი და ჩვენ გვაინტერესებს თუ რა უნდა იყოს M3, რისი ტოლი არის M3, თუ ეს ბერკეტი არის გაწონასწორებული და ესე იგი არც მარჯვნივ ტრიალდება და არც მარცხნივ. ჩვენ უნდა დავწეროთ ძალის მომენტების ტოლობა. ამ ტვირთზე მოქმედებს სიმძიმის ძალა mg, აი გაჭმულობა თოკის იქნება mg. ეს mg ძალა შექმნის მომენტს, ძალის მომენტს, რომელიც იქნება ეს ძალა გამრავლებული ამ დაშორებაზე. ანუ ესე იგი ეს m1g გამრავლებული 2x, ეს არის აქეთ მხარის მატრიალებელი მომენტი. ეს m2g იქნება ძალა, ამის მომენტი იქნება ძალის მომენტი m2g გამრავლებული 2x-ზე და ასევე იქით მხარეს ატრიალებს ეს m3g გამრავლებული 6x-ზე, რადგან აქედან აქამდე დაშორება არის 6x-ი. სადაც x-ი არის 1 კუბიკის ზომა. გასაგებია, ხო, ესე იგი აქეთ მატრიალებელი მომენტი უნდა იყოს იქით მატრიალებელი მომენტის ტოლი. აქ ეს g-ები შეიკვეცება, ასევე x-ებიც შეიკვეცება და გამოვარო m1 გამრავლებული 2-ზე უნდა იყოს m2 გამრავლებული 2-ზე დამატებული m3 გამრავლებული 6-ზე. m1 არის 10 კილოგრამი, ანუ 10 ჯერ 2 უნდა იყოს m2 ხო 4 კილოგრამია, 4 ჯერ 2 დამატებული m3 ჯერ 6. 20 ტოლი უნდა იყოს 8 დამატებული m3 ჯერ 6, საიდანაც 8 თუ აქეთ ხარის გადმოვიდა 12 იქნება 6 m3. ანუ ესე იგი m3 უნდა იყოს 2 კილოგრამი. ესე იგი ეს ბერკეტი რო გაწონასწორდეს, 2 უჯრით მარცხნივ უნდა იყოს დაკიდებული 10 კილოგრამი მასის ტვირთი, აქ უნდა იყოს დაკიდებული 4 კილოგრამი მასის ტვირთი და აქ უნდა იყოს დაკიდებული 2 კილოგრამი მასის ტვირთი. რა თქმა უნდა, ეხლა 10 კილოგრამი მეტი არის ვიდრე 4 და 2, მაგრამ რადგან ეს 2 კილოგრამი ძალიან შორს არის დაკიდებული, დიდ ძალის მომენტს შექმნის და რადგან ძალის მომენტი დიდი იქნება, შეეძლებს ეს ორი ტვირთი ჯამში 6 კილოგრამია. მაგრამ რადგან ის დაშორებულია, მაინც შეძლებენ რომ ეს 10 კილოგრამი რაც არის მარცხენა მხარეს დაკიდებული, დააბალანსოს და ეს ბერკეტი იყოს წონასწორობაში.